სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემას შევეხებით, მოკლედ. მეგობრებო, ბიბლიური სახელები ღრმად მჭიდროდ არიან დაკავშირებული მათი ებრაული წარმომავლობითა და მნიშვნელობით. ბევრ სახელს ხო აქვს წინასწარმეტყველური შთაგონება, აი მაგალითად, როდესაც სხვა ენაზე თარგმნი, ხო, იქ ბევრი ნიუანსი, სიმბოლიკა, თქვა, სილამაზე იხილება ნაწილობრივ, ან საერთოდ არა, ანუ ზუსტი მნიშვნელობა იკარგება. ბიბლიური სახელების ყურადღებით წაკითხვით ჩვენ აღმოვაჩენთ ახალ, ესე ვთქვათ, ჰორიზონტებს ბიბლიის საიდუმლოებების გაგებისა და გამოაშკარავების კუთხით. ანუ დღეს ასევე ვისაუბრეთ ჩვენ აი შობის საიდუმლოზე, ხო, შობის საიდუმლო როგორია, რატომ არის მათ ეს სახარებაში, ესე იგი ეს ასე ვთქვათ მოხსენებული ქალები, რომელიც არც თუ ისე კარგი ცხოვრება ცხოვრობდნენ, ესე ვთქვათ. კარგით, ჯერ დაუბრუნდეთ სახელებს, ნახეთ ბიბლიური სახელების ყურადღებით წაკითხვით, ხო, ჩვენ მეგობრებო, ვხედავთ, რომ აი თარგმანი, ესე იგი, ყველა სახელს, ასე ვთქვათ, აქვს თარგმანი, ხო, აი მაგალითად, ბევრი სახელი აღწერითი ხასიათისაა, ხო? აი, ნახეთ, მაგალითად, სახელი ლაბანი, ანუ ნიშნავს თეთრი, ხო, დიბრი მოლაპარაკე, ედომი წითელს ნიშნავს, ხო, წითური, წითელი, დოეგი მზრუნველი, გებერი კაცი ქმარი, ჰამი, ქამი გახსოვთ, ხო, ნოეშვილი, ცხელს ნიშნავს, ჰარანი მთავარი, ივრი, ხო, ებრაელი, ებრაელი, კარია მელოტი და ასე შემდეგ, ხო. ანუ ადამიანებს მეგობრებო ხშირად ცხოველების სახელებს არქმევდნენ. კალევი, ძაღლი, ნახაში, გველი. ანუ ნახაში, გველი, ხო, შაფანი ეს კურდღელია, ხო, ჰულდა, ვირთხა, ხო, ეს და ნუ მოკლედ ასე არადი, ველური ვირი, ციპორა, ჩიტი, ხო, დებორა, ფუტკარი, ხამორი, ვირი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მოკლედ. ნუ ეს ასე ბევრი არის ასეთი მაგალითი. კარგით, ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენ თავარ თემას, მეგობრებო, ნახეთ. აი თქვენ გახსოვთ სახარება, მათეს სახარება, ასე ვთქვათ, გენეალოგია, რომ ქრისტეს როგორ იწყება, აბრაამა შვა, ისაკი, ისააკმა შვა, იაკობმა შვა, იუდა და მისი ძმები, იუდამ შვა, ფარეცი და ზერა თამარისგან, ფარეცმა შვა, ხეცრონმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სახელები. ესე იგი, ჩვენი უფლის დამხსნელის იესო ქრისტეს გენეალოგიიდან გამომდინარე, მეგობრებო, სამი ძირითადი კითხვა ჩნდება. ნახეთ, რატომ არის გენეალოგიაში მითითებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელის გარდა მხოლოდ იმ ქალების სახელები, რომლებმაც ჩაიდინეს უწმინდურება. ან ახლოს, ის თქვათ, იყვნენ ასეთ დაცემასთან, ხო? მაგალითად, ერთ-ერთი როგორც არის მრუშობა ან ინცესტი. ეხლა რატომ იყოფა გენეალოგიური ხე, თქვათ, სამ ნაწილად და ასე შემდეგ. ნუ ამაზე შემდეგ ვიდეოს ჩავწევთ, მაგრამ ეხლა აი დაუბრუნდეთ პირველ კითხვას. მეგობრებო, ესე იგი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი იესო ქრისტეს გენეალოგიაში ზოგიერთი ცოდვილი ქალის არსებობის შესახებ უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ცნობილია, ხო, უფალი იესო ქრისტე მოვიდა არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მონანიებისკენ, მოსაწოდებლად, ხო, მათე 9:13, რაც პირდაპირ გამომდინარეობს, ну, ამ შემთხვევაში მისივე გენეალოგიიდან, ხო? და ესე იგი ყველასთვის მოვიდა, ჩვენთვის მოვიდა. ხო? ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ. აბა ვინა მართალი? არავინ არ არის მართალი. და თუ ფიქრობ შენ ადამიანი რომ ესე იგი ადამიანი თუ ფიქრობს რომ ის მართალია, ესე იგი
მაშინ მისთვის არ მოსულა ქრისტე და არ აღდგარა და ესე იგი მაშინ კარგად ყოფილა მისი საქმე და ხუმრობით ეს რა თქმა უნდა ჭყალებში ნახეთ ასევე აი ავიღოთ არის ესე იგი სახელები ამ ქალების ნახეთ პირველი თამარი ნიშნავს პალმის ხეს თამარის მეგობრებო გქონდა მაქვე ბიბლიას დაბადება ათვირთული რა ქვია არღზე და ესე იგი თუ გნებავთ მოусმინე ძველახთმა არის თავი არ მახსოვს რომელია ანუ თამარი ასე მოხსენებულია პირველ გენეალოგიაში მათეს სახარებაში და მას ჰქონდა ინცესტის ცოდვა სიმართთან დაბადება აი აგერ ნახე დაბადება ეს არის 38-16 თავში არის დაბადების შემდეგ მეორე ქალი რახაბი ნიშნავს ფართოს ერიხონელი მეძავი ხო ერიხონელი ნეძავი ერიხონი არის ყველაზე ძველი ქალაქი სოფლიოში მეგობრებო ერიხონი ანუ ერიხონელი მეძავი იყო ეს არის აღწერილი წერია ესე იგი იესოს ნავის ძეში 2:1 შემდეგი ქალი რომელიც მათე გენეალოგიაში არის მათე სახარებაში პირველ თავში ეს არის რუთი ნიშნავს მეგობარს ანუ შეყვარებულს ესე იგი მას ჰქონდა ქორწინებამდელი ურთიერთობის დაწყების მცდელობა ხო ეს არის რუთი 3:9 ბატშება რომელიც ურიაზე ანუ წყევლის ასული იყო დაქორწინებული მრუშობდა მას ჰქონდა მრუშობის ცოდვა სანამ მისი ქმარი ცოცხალი იყო ეს არის მეორე მეფეთა 11:3-4 ანუ ნახეთ თითოეული ეს ქალი მეგობრებო უფალ იესოს ქრისტეს პირდაპირი წინამორბედია გესმით აი ეს ქალი ხარაც ყველა ჩამოთვალეთ ჩვენ წინამორბედია ნეტარი იერონიმე წერდა აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს რომ მაცხოვრის გენეალოგიაში არც ერთი წმინდა ქალი არ არის მითითებული არამედ მხოლოდ მაგალითად იქ სარა ხო რახელი ლია და ასე შემდეგ არამედ მხოლოდ ისინი არიან მოხსენიებულნი რომლებიც დაგმობილია წმინდა წერილის მიერ რატომ აჩვენოს რომ ცოდვილთა გულისთვის მოვიდა და მოსულმა ანუ იესო ქრისტემ ცოდვილთაგან წარმოშობილმა ყველას ცოდვები აღკვეთა ასევე იერონიმე წერდა რომ აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს რომ აი წარმოიდგინეთ მეგობრებო რომ ესე იგი ქრისტე ხო თავისი ჭეშმარიტი ადამიანურობით ამ გენეალოგიიდან გამოდის და თავისი ჭეშმარიტი ღვთაებრივით შეურწყმელად შედის მასში გესმით ხო მისი ესე ვთქვათ ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს რომ ის ანუ ქრისტე საკმარისად ძლიერია რომ შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში და თუ მას არ შეცვლა რომ ესე იგი აი ესეთ გენეალოგიიდან რომ წარმოშობილიყო დაბადებულიყო ხო და რომ შემოვიდეს შენს ცხოვრებაში და ჩვენს ცხოვრებაში აი მათი აი იმ ქალების ეს ბუნდოვანის და ესე ცხოვრების მიუხედავად ხო მას არ შეცვლა რადგან იესო ქრისტე როგორც პავლე მოციქული ამბობს ებრაელთა მიმართ 13:8 იესო ქრისტე იგივეა გუშინ დღეს და უკუნისამდე და თუ ის შემოვიდა ასე ესე იგი მას არ შეცვლა და ის აკეთებს ამას შეგნებულად რატომ ესე იგი ის არ შერცხვება შენი ცოდვის ის არ შერცხვება შენი აი ბოდიში და რაც ესე იგი გარყვნილი ცოდვის თუ რაც მომაკვდინებელი ცოდვის და ამიტომ არ უნდა შევხვწყოს ჩვენ წავიდეთ მოვინანიოთ რაც თავარი ახსარებაში გულწრფელად მოვინანიოთ თქვათ ესე იგი ვაღიაროთ ცოდვები და რა თქმა უნდა მეორეჯერ აღარ გავიმეორო და
რა თქმა უნდა, მეგობრებო, უფალი ამას მოგიტევებთ და შეგიწყალებთ, ამაში იყავით დარწმუნებული. ოღონდ რა თქმა უნდა, აღარ გაიმეოროთ არასოდეს. გახსოვთ სახარებაში როგორ ბრძანებს უფალი, როდესაც მიდის მას, ხო, აი წადიო, მოგიტევაო, შენ ცოდვებიო და მიგეტევაო, შენ ცოდვებიო და წადიო, ოღონდ აღარ ცოდო. აღარ შესწოდო. აი ასე მარტო იმას კი არ ეუნება, შენს გეუნება, მეც მეუნება, ჩვენ ყველას მეუნება. ამიტომ წავიდეთ აღსარებაში, აღსარებაზე თქვა ჩავაბარო და ჩვენს გვეტყვის. აღსარების შემდეგ, როდესაც მეზიარებით გვეტყვისო, აი ხა სახელები არ ვიცი თქვენი, მაგრამ წადი, გეტყვის და აღარ შემოგიტევა ეს ცოდვა, ნებისმიერი ცოდვა მოგეტევა, მაგრამ აღარ გააკეთო მეტი, აღარ შესწოდო მეტი, აღარ გაიმეორო მეტი. ეზიარე ადამიანო და აღარ დაუბრუნდე იმ ცოდვას და აღარ იფიქრო. რადგან უფალი სიყვარულია, მოსიყვარულე მამა არის და შეგმინდოს და შეგვიწყალებს და მოგვიტევებს ჩვენ. მეგობრებო, აი ეს მინდოდა ძალიან მოკლედ რომ ესე იგი მეთქვა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა, გაიხარეთ.